გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დადგენილი იყო რეორგანიზაცია, თუმცა მრავალი კითხვა წარმოშვა ამის საფუძვლებმა, იმიტომ რომ არც იურიდიულად, არც ფაქტობრივი ინფორმაციის და ანალიზის საფუძველზე ეს პრინციპში არ უნდა მომხდარიყო. საუბარი არის თავდაცვის სამინისტროდან გაშვებულთა პროფესიონალთა გუნდზე, რომელსაც ძალიან მაღალი წვლილი მიუძღვის, როგორც თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციურ შენებლობაში, ასევე ნატოსთან ურთიერთობის კონტექსტში ვისაუბრებ. თანამშრომლები, რომლებმაც პეტიციაზე ხელი მოაწერეს, ნამდვილად გახდნენ დევნის საფუძვლები გათავისუფლების კუთხით. ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საჯარო სამსახურში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეისთვის დაახლოებით 800 ადამიანი არის უკვე გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან. ღიად გამოვხატავდი ჩემ პოზიციას სამსახურში, არანაირი შეზღუდვა ჩემი თავისთვის არ დამიდია ამასთან მიმართებაში და მე ვფიქრობ, რომ ეს იყოს ერთადერთი მიზეზი, რაც არსებობდა იმისთვის, რომ მოხდარიყო ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზნით მთელი ის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც მე ვხემძღვანელობდი, გაუქმდა საერთოდ. ყველა თანამშრომელი გადაყვანილი იქნა სხვა პოზიციებზე და ის პოზიცია, რომელსაც მე ვიკავდი, ფიზიკურად აღარ არსებობს და შესაბამისად მეც მომეწია სამსახურის დატოვება. 11 წლიანი სამუშაო გამოცდილებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა, ასე ვთქვათ, სადამსჯელო ღონისძიება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გამათავისუფლა სამსახურიდან კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვის გამო. ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მოხდა ისე, რომ თავისუფალი სიტყვა ყოფილა სასჯელი ჩვენ ქვეყანაში და გავაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივად. რა თქმა უნდა, სასამართლოში სარჩელი შეტანილი მაქვს და ზოგადად ოპტიმისტი ადამიანი ვარ და შეუძლებელია გაგრძელდეს ისე, როგორც დღეს ვართ, რა სიტუაციაში დღეს ვიმყოფებით, იმიტომ რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება დასასრული.